ისევ შეფასებების თემა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს გაკეთებული გზავნილები ალენ ბერსის განცხადებით ხელისუფლებასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ევროსაბჭოს საქართველოსა და ვენეციის კომისიის ჩართულობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭრელობის შესახებ კანონზე. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ კონკრეტულ მოხლებთან, კანონის კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით მზად არის ევროპული მხარე იმჟელოს ქართულ მხარესთან ერთად და ისე გამოიტანონ შემდგომში დასკვნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია, რადგანაც დღემდე კარგად მოგეხსენებათ არ ყოფნიდათ გამბედაობა იმის კონკრეტულ აქტორებს, რომ გამჭრელობის შესახებ კანონთან მიმართებით გამოიხატა ბრძაობა ედებატად, იმჟელად კონკრეტულ მოხზე და ისე მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებას კონკრეტულად ეს კანონი კარგია თუ ცუდია. ჩვენმა გუნდმა გამოთქვით მზადყოფნა იმაზე, რომ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეშფოთების საგანია ბევრი სახელმწიფოსთვის, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით დავსხდეთ სამუშაო ჯგუფის სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში და განვიხილოთ სამართლებრივი არგუმენტები, რომლითაც შეიძლება ეს საკითხი სხვა ფორმით, სხვა მხრივ დარეგულირდეს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი შედეგისთვის ამ მიმართულებით, თუ ეს შედეგი დაეფუძნება სამართლებრივ მსჯელობას, სამართლებრივ არგუმენტებს, ჩვენ მზად ვართ ამ სამართლებრივ არგუმენტის არა მხოლოდ მოსმენისთვის, არამედ მხედველობაში მიღებისთვისაც.